მადლობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 31 იანვარია, პარასკევი, ეთერში ერთსულუნების დილა, კახა მიქეშულთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, გილოცავთ თამარობას, განსაკუთრებით ყველა თამარს ულოცავთ ამ დღეს. მადლობა რომ გვინსვეთ, გვიყურებთ და ვიდრე გადაცემის ანონსს წარმოგიდგენთ, საეკლესიო კალენდარი მოვისმენთ და შემდგომ დაგიბრუნდებით უკვე ანონსით პირდაპირ ეთერში. 31 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი 60 ქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარს, ღირს ალექსი მღვდელმონაზონს, შუშანიას, წმინდა ათანასეს და კირილეს, ალექსანდრიულ მთავარეპისკოპოსებს, ღირს ეფრემ მცირეს, ფილოსოფოსსა და მთარგმნელს, ღირს მარკიანე კვირინელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების ხსენება, სწორედ დღევანდელ წმინდანებზე და ასევე საკვირაო სახარებაზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის სასულიერო პირი, ასევე სემინარიის დეკანი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე იქნება ჩვენი სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილს რაც შეეხება გადაცემის სრულობისას შემოგვიერთდება მედიცინის დოქტორი ქალბატონი ვერიკო ბაზიარი და სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მეტად მნიშვნელოვან თემაზე, ორსულობის პერიოდზე და ვირუსულ ინფექციებზე, რა თქმა უნდა, მისგან სასარგებლო რჩევებს მივიღებთ. ხოლო რამასალებს ინახავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის შესახებ, ისტორიულ წიგნებს, დოკუმენტებსა და წერილობით წყაროებს ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი გაეცნო, რომელმაც ამ თემაზე მომზადდა სიუჟეტი და ერთად მოვისმენ თუ რაზე იქნება საუბარი მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. ესეთი გადაცემა გელოდებოდ წინ დაიწყეთ დღეს ჩვენთან ერთად. ახლა ამინდი მოვისმენოთ და რამდენიმე წუთში მოძღვარი შემოგვიერთება და გვეუბნებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ სიონის საპატრიარქო ტაძრის ლოცვახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. დილამშვიდობისა მამა გიორგი, დაგულოცეთ. დილამშვიდობის მართლა დაგულოცოთ და გაგახაროთ. მადლობთ მოწვევისთვის. ჩვენ როგორც უთხარით მაყურებელს ვისაუბრებთ სახარებაზე, რომელიც კვირას წაიკითხება ღვთისმსახურებაზე, თუმცა მანამდე გვინდა დღეს რამდენიმე წმინდანის სცენებაა, მათ შორის კეთილმსახური მეფე თამარის და წმინდა ბერ ალექს შუშანიასი, რომლებიც განსაკუთრებული წმინდანები არიან ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ცხადია ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში მათზე გვინდა ვისაუბროთ.
დიახ, უპირველეს ყოვლისა დავიწყებ წმინდა თამარის ხსენებით, ყველას გილოცავთ ამ დიდებული წმინდანის ხსენების დღეს. მოგეხსენებათ წმინდა თამარი გახლავთ პიროვნება მეფე ჩვენი ქვეყნისა, რომლის დროსაც ჩვენი ერი ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოს წარმოადგენდა, არა მხოლოდ ასე რომ ვთქვათ მატერიალური სახით ან პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ უპირველეს ყოვლისა სულიერი თვალსაზრისით და სწორედ რა თქმა უნდა თამარზე ძალიან ბევრია სასაუბრო, მაგრამ აი რამდენიმე წინადადებით რომ შემოვიფარგლოთ არის ის რომ მაშინდელი თამარის დროინდელი საქართველოს ასე უწოდებენ მას ძლიერება განსაზღვრავს სწორედ მისმა სულიერმა სიძლიერემ კერძოდ განსაკუთრებით გამოსახულია თავად წმინდა თამარის პიროვნება. მოგეხსენებათ ის გახლდათ გიორგი მესამის ქალიშვილი, ერთადერთი მაშინ საქართველოში აქამდე და არა მარტო საქართველოში, ზოგადად სოფლიო არ იცნობდა ფაქტობრივად ქალ მეფეს. არა დედოფალს, მეფეს. კი ბატონო, მეფედ იწოდება ის და ვიცი ჩვენ რომ მას შემდეგ რაც 1069 წელს ორბელთა აჯანყება ჩაახშო გიორგი მესამემ, მან თანამოსაყდრედ დაისვა თამარი და 1180 წლამდე ისინი ერთობლივად მეფობდნენ, ხოლო შემდგომ ამისა თამარი მარტო დარჩა. სხვათა შორის ამით როგორც უკვე აღნიშნეთ, ქალის მეფობა არ იყო მაშინ ასე თქვათ მიღებული და ზოგიერთმა მტერმა გადაწყვიტა რომ ამით ესარგებლა და პირველი ხანა თამარის მეფობის გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, იგივე მათ მოსთხოვეს მაგალითად თამარს მამამისის მიერ აღზევებული დაბალი გვარის წარმოადგენელთა ისევ ჩამოქვეითება, შემდგომ მოხდა ყუთლუარსლანის გამოსვლა, რომელიც კარვის დაარსებას ითხოვდა, რაც ნიშნავდა სამეფო ხელისუფლების ფაქტობრივად ძალიან შესუსტებას და თამარმა ეს ყველაფერი წარმატებით დაძლია და შემდგომ მან არაერთი შიდა თუ გარე ომი მოიგო, განსაკუთრებით გამოვყოფთ მის ორ ომს, შამქორის ბრძოლას 1195 წელს და 1203 წელს ბასიანის ცნობილ ბრძოლას, რაც აი ბასიანის ბრძოლის წინ ყველაზე მეტად და კარგად ჩანს თამარის სახე, როდესაც რუმის სულთანმა რუქნად-დინმა წერილი გაუგზავნა, ცნობილი წერილი თამარს, სადაც ის შეურაცხყოფას აყენებდა მას და ეუბნებოდა, რომ თუ კი დაემორჩილებოდა მას პირველ ცოლად დაისვამდა თუ არა და როდესაც დაიპყრობდა, მაშინ ხარჭად დაისაკუთრებდა, ეს ვერ მოითმინა ისტორიული წყაროს მიხედვით იქვე მდგარმა ზაქარია მხარგრძელმა, მაშინდელმა საქართველოს ამის პასალარმა და სილა გააწნა მას და საინტერესოა თამარის პასუხი რუქნად-დინის მიმართ, რომელიც წერს რომ წავიკითხე შენი ღვთის განმარისხებელი წერილი რუქნად-დინო, მაგრამ შენ ეყრდნობი შენ ზალას, მე კი ვეყრდნობი ღმერთს და დაეღმერთმა განსაჯოს ჩვენ შორის გამარჯვებული და ვიცით რომ წინვალე გამარჯვებით იზეიმა თამარმა ცნობილია ორი ისტორიული წყარო გვაქვს მის შესახებ, ერთი არის ისტორიული და აზმანი შარავანდეთანი და მეორე არის ცხოვრება მეფისა თამარისა და ორივე წყარო სეჯერებით თუ მოვიხმობთ, უნდა ითქვას ის რომ თამარი ყოველთვის ბრძოლის წინ ლოცულობდა, მაგალითად ცნობილია მის ვარძიაში, ვიცით მოგეხსენებათ რომ თამარის სახელს უკავშირდება არაერთი სამონასტრო კომპლექსის შენებლობა, მათ შორის დიდებული ვარძიისა და სწორედ აი ვარძიაში ღვთისმშობლის ხატის წინ ის ყოველთვის ლოცულობდა და ბრძოლის წინ და ცნობილია რომ მას არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, ყველა ბრძოლა გამარჯვებით დააგვირგვინა და როგორც უკვე მოგეხსენეთ, საქართველოს გახდა ძლევამოსილი სახელმწიფო, ეს შეიძლება ითქვას არის ფაქტია, რომ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ჩვენი ერის არსებობის ისტორიაში და არა მხოლოდ თქვა ბრძოლებით განითქმება თამარის სახელი თავისთავად ცხადია, როგორც უკვე მოგახსენე მისი კეთილმორწმუნეობით, მისი წყაროები არაერთხელ საუბრობენ მის ქფელის მოქმედებაზე, აი უშუალოდ თავად ქსოვდა მაგალითად ქლახაკთათვის გადასაცემ ტანსაცმელს და ასე შემდეგ და ის გარდაიცვალა, ისი თქვენ ორი არ არის ზუსტი თარიღი, ცნობილი არის ასახელებენ 1207 წელს, 1210 წელს და ნუ
ისიც კარგად მოგხსენებათ რომ ჩვენ დღეს ზუსტად მისი საფლავი არ ვიცით. იქნება და საჭირო როცა იქნება გამოჩნდება. ასევე ალექს შუშანიას გვინდათ რამდენიმე სიტყვით განვოთ მამა გიორგი. ალექს შუშანია აბსოლუტურად განსხვავებული ეპოქის მოღვაწე გახლავთ მოგხსენებათ ეს მე-19 მე-20 საუკუნის მოღვაწეა, თუმცა ძალიან ღრმა განათლებისა და კიდევ უფრო ღრმა სულიერების პატრონი გახლავთ ის მოგხსენებათ სამეგრელოში დაიბადა, გაიზარდა ეს ძალიან მძიმე ეპოქაა ჩვენი ქვეყნისთვის მოგხსენებათ მე-19 მე-20 საუკუნეები, როდესაც რუსეთის ასე ვთქვათ ფლობელობაშია მაშინდელი ჩვენი ქვეყანა და მორჩილებაში ალექსი გარკვეული პერიოდი ერისკაცობისას მიდის ტრაპიზონში ბიძამისთან, ბიძამისი იყო იქ და შემდგომ ჩამოდის და მთლიანად ეძლევა სასულიერო ცხოვრებას. მისი ცხოვრებიდან განსაკუთრებულია მისი ათონის მთაზე მოღვაწეობა, ეს ის პერიოდია, როდესაც ქართველები ცდილობენ ჩავიდნენ ივერონში, მოგეხსენებათ ამ დიდებულ ქართულ სავანეში, რომელიც მაშინ ფაქტობრივად უპატრონოდ იყო უკვე მიტოვებული ჩვენი ქვეყნის ავბედითი ცხოვრების გამო და ერთ-ერთი ვინც ცდილობს ათონის ივერთა მონასტერში ასე ვთქვათ გაცოცხლებაში მიიღოს მონაწილეობა ქართველთაგან არის სწორედ ალექს შუშანია. თუმცა ის არჩება ათონზე, ჩამოდის შემდგომ და ფაქტობრივად 1899 წლიდან ის ეძლევა განმარტოებით მოღვაწეობას, ანუ იკეტება ფაქტობრივად ოთახში, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, რომ მეორე მხრივ ის აგრძელებს საზოგადო მოღვაწეობას, რას გულისხმობთ. პირველი ის, რომ ის ეწევა ძალიან დიდ სამეცნიერო მოღვაწეობას, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქამდეც ის არაერთხელ დაინტერესდა ქართული ხელნაწერებით, ძალიან ხშირი სტუმარი იყო, მაგალითად გელათის ქუთაისში გელათის ტაძრისა, სადაც არაერთი ასე ვთქვათ ხელნაწერზე მუშაობდა და შემდგომ ესეც ცნობილია, რომ მასთან ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ ახალგაზრდები, თვით ათეისტებიც კი მოდიოდნენ მასთან, რომ რაღაცა მისი პიროვნებით დაინტერესებულნი, რომელნიც მისგან ისმენდნენ გარკვეულ ვთქვათ საკითხებზე მოსაზრებას და აი ვთქვათ რომ ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი ფრაგმენტი მისი ცხოვრებიდან, როდესაც მაშინდელმა ეგზარქოსმა გადაწყვიტა, რომ ქართული ენა აეგრძალა, ალექსი მას შეხვდა, როგორც წერია მის ერთ-ერთ ცხოვრებაში ჯვრით ხელში და გადასცა წერილი, რომელიც ათარგმნინა ერთ-ერთ თავის მეგობარს და მან ეს წერილი, სადაც ის პირდაპირ თხოვდა ეგზარქოსს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა, რომ ქართული ენა გაუქმებულიყო, კერძო ამ შემთხვევაში სამეგრელოში და რაღაც რუსული ენა შემოტანილიყო, ეს იქნებოდა იმ სამწყსოს ღალატი, რომელიც მას ღმერთმა ჩააბარა. აი ასეთი პიროვნება გახლდა და ნუ შემდგომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ბოლოს ძიმესენმა შეიპყრო ის და ამსენი გარდაიცვალა და ის უდიდესი როგორც გითხარით წმინდანი გახლავთ, დიდი მოღვაწე, როგორც სასულიერო კუთხით ისე საერო მიმართულებით და აი ესეთი დიდებული წმინდანები ყავდა, მათი მეოხებით ღმერთმა შეგვეციოს და გავუხსნა. მამა გიორგი, როგორც ყოველთვის ყოველ პარასკევს ჩვენ მიმოვიხილავთ ხოლმე კვირას წასაკითხის სახარების თავებს და ვამცნობთ საზოგადოებას მოკლე შინაარს თუ რისი მოსმენა მოუწევს კვირას წირვაზე და თუ შეიძლება რომ შევახსენოთ მაყურებელს რა სახარების რომელ თავზე არის საუბარი და შინაარსი განმარტოთ. დიახ, დამდეგი კვირიაკე არის ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანულ ცხოვრებაში ზოგადად, იმიტომ რომ იწყება უკვე დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი. მოგეხსენება თქვენ რომ დიდი მარხვა ყველაზე მნიშვნელოვანი მარხვაა მარხვათა შორის, ვინაიდან ის წინ უძღვის დღესასწაულად წოდებულ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. შესაბამისად ეს მარხვა თავისი მნიშვნელობითა და სიმძიმით ყველაზე გამორჩეულია მარხვათა შორის. თვით ისე თქვენ რომ ტიპიკონიც კი იცვლება მარხვის პერიოდში და ეს არის ასევე ერთადერთი მარხვა, რომელსაც წინ უძღვის მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც 4 კვირას მოიცავს და ეს მოსამზადებელი პერიოდი სწორედ ეხლა იწყება. რას ნიშნავს ეს
ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესია განამზადებს ადამიანს წმინდა მარხვისთვის იმ საკითხავებით, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ 4 კვირის განმავლობაში არის ვინაიდან მარხვა არ არის ისე თქვენ რომ მხოლოდ საკვებისგან თავი შეკავება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის გონებისვლება, მეტანოია ბერძნულად, ანუ სინანული ნიშნავს სწორედ გონებისვლებას და პირველი რასაც ამ კუთხით ეკლესია ჩვენ გვამცნობს, ეს არის ზაქეს ისტორია. ანუ ეს კვირა იწოდება დამდეგი კვირა უბრალოდ ზაქეს კვირიაკეთ და შესაბამისად ეკლესიებში იკითხება სახარება ზაქეს შესახებ, მეზორე ზაქეს შესახებ მოკლედ ვიტყვით. ამ შინაარს და შემდგომ მთავარ აქცენტებს გამოვყავთ ამ ესე იგი სახარების თანახმად, რომელსაც მხოლოდ ლუკა მახარებელი აღწერს, ლუკა სახარების 19 თავის პირველ 10 მუხლებში არის დასახელებული ისტორია გადმოცემული და აი ამ თხრობის მიხედვით მაცხოვარი შედის იერიქონში, თუ კი თქვენ იცით რომ მაცხოვრის შესახებ თქვენ 4 მახარებელი მოგვითხრობს, აი თუ კი კრებსითაც შევაჯამებთ მათესა და ლუკას ამ შემთხვევაში მათეს აღწერს თუ როგორ ჯერ იერიქონში შესვლამდე როგორ განკურნავს მაცხოვარი ბრმას და შემდგომ ამისა ის შედის იერიქონში და უკვე იერიქონში მას ეგებება უამრავი ხალხი და ერთ-ერთი მათ შორის არის ზაქე, რომელიც ტანდაბალი გახლავთ და მას ძალიან სურს რომ მაცხოვარი იხილოს და მაგრამ თავისი როგორც უკვე მოგახსენეთ ფიზიკური მონაცემების გამო ამას ვერ ახერხებს და ის ადის ლეღუსულელზე, ასეთი ხე, ლეღუსებთა ჯიშის ხე, აი ამ ხეზე ადის და თამან დაინახოს მაცხოვარი. მაცხოვარი, რომელიც რა თქმა უნდა განკაცებული ღმერთია და ყოვლის მცოდნეა, ის მან გრძნობს და იცის მას ზაქეს შესახებ და ის მიუბრუნდება ზაქეს და ეუბნება რომ ზაქე გარდამოხედა მე ამ გადმოდი შენ ხიდან, ვინაიდან მე დღეს შენთან უნდა მოვიდე. და რა თქმა უნდა გაოცებული და გაოგნებული ზაქე რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნავთ რომ მხოლოდ იმით იყო დაინტერესებული რომ თვალი მოეკრა მხოლოდ და ამ დროს მას მაცხოვრებულებო რომ მე შენთან მოვალ დღეს სახლში დიდი სიხარულით და გარდამოდის ხიდან და მას ეპატიჟება სახლში მას მიიწევს ასე თქვათ სუფრასთან მაცხოვრე ჯდება ამ სუფრასთან და ზაქე გახარებული აი ამ განკაცებული ღმერთის სტუმრობით აღიარებს ერთი მხრივ თავის სოდებს და მეორე მხრივ იწყებს გამოსწორებას. კერძოდ ის ამბობს რომ უფალო მე ვისაც რა წავართვი 4 წილად მივაგებ უკან და მაცხოვარი ამბობს სიტყვებს დღეს იქმნა ცხოვრება ის სახლისა ამის. ანუ დღეს მოხდა ამ სახლის ცხოვრება, გადარჩენა, სიცოცხლე, ცხონება. ვინაიდან ესეც შვილი ა ブラ ამისი არის ბრძანებს ის საქეზე და რადგანაც მოვიდა ღმერთი მოვიდა მოძიებად და ცხოვრებად წარწმედულისა. აი ამ სახარებას ეს სახარება წაიკითხება დამდეგ კვირას. ასაკურველია განმარტება ძალიან მრავალ წახნაგოვანია ამ საკითხისა. თქვენის ნებართვით რამდენიმე წახნაგს გამოვყოთ. პირველი ის რომ რატომ მაინცსა და მაინც ამ საკითხით იწყება დიდ მარხვისთვის ზადება, როგორც უკვე მოგახსენეთ. რადგანაც მარხვისთვის ზოგადად აუცილებელია ადამიანმა დაინახოს ღმერთი. ანუ ზაქეს მიმართება ქრისტესი მაგალითად ბამბრესვი მედიოლანელი ბრძანებს რომ ეს არის ნიმუში თუ როგორ უნდა დაინახოს ღმერთმა უკაცრავად ადამიანმა ღმერთი რას გულისხმობს ის ადის ხეზე ანუ აქ ალეგორიულად მოიაზრება ადის ანუ შორდება წუთისოფლის ჭაობს და მაღლდება ანუ თუ კი ადამიანს სურს ღვთის დანახვა და აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება ფიზიკურ მატერიალური ხილვადობა არა ანუ ღვთის მადლი შეგრძნება თუ კი სურს ის აუცილებლად უნდა ამაღლდეს იმ თქვათ ჭაობიდან რა ჭაობით წუთისოფელშია გამეფებული მაგრამ მხოლოდ ამაღლება არ შველის თქვათ მეორე მხრივ უკვე არის სურვილი იმისა რომ ის განიწმინდოს
აი ზაქე რომელიც უნდა ითქვას ის რომ მეზორეა და მეზორეები საკმაოდ მაშინ ასე რომ ვთქვათ საზოგადოებაში არასახარბიელო რეპუტაციით სარგებლობდნენ თავიანთი საქმიანობის გამო ესენი ფაქტობრივად იყვნენ გადასახადების ამკრიფები და მოგეხსენება თქვენ მაშინ პალესტინა რომის დაქვემდებარებაში იყო და ფაქტობრივად ისინი რომის საქმეს ასრულებდნენ ამიტომ ეზიზღებოდა ძალიან ხალხს ამიტომ ეს ზაქერო შედის მაცხოვართან ფარისევლები ამბობენ რომ აი მაცხოვარი ვისთან შედის როგორ შედის რატომ შედის ამასთან და მაგრამ და რა თქმა უნდა სამწუხაროდ მეზორეებით სარგებლობდნენ ამით და ამიტომ როცა ზაქე ამბობს რომ ვისაც მე წავართვი თვითონ მეაღიარებს ამას რომ ის ართმევდა ადამიანებს იმაზე მეს ვიდრე დაწესებული იყო თქვა საბაჟო გადასახადი ანუ ადამიანის მარხვისადმი მზადება რით იწყება ეკლესია რით განგვამზადებს ჩვენ რომ დავიწყოთ ერთი მხრივ რომ მაღლდებით წუთისოფლის ჭაობიდან და მეორე მხრივ შევიგრძნოთ საკუთარი დანაშაული ვინაიდან ადამიანი მეტად ნაკლებად ყველა წამრთმევია სოდვა ზოგადად წართმევა ანუ ჩვენს თავს ვართმევთ ღვთის მადლს და ამიტომ უნდა დავაბრუნოთ ის აუცილებლად. აი ზაქეს შემდგომი მდგომარეობა როგორ არის რომ დავუბრუნებ 4 წელს, ფათაშორის ეს 4 გზის მივაგებ, მე ეს რჯულდებაში ეწერა კერძოდ გამოსულთა წიგნში წერია რომ თუ ადამიანი მოიპარავს კრავს მან 4 ჯერ უნდა ანაზღაუროს ეს და აქედანაც ხელმძღვანელობს ის და მეორე მხრივ როგორც აი ბასილდიდი ამბობს გამოყოფს 2 ეტაპს ზაქეში და შესაბამისად კიდევ ერთხელ ზაქეში აქ მოიგვაზრება სრულად კაცობრიობი ბუნება რომ ერთი ის მაღლდება თქვათ ამ წუთისოფლის ჭაობიდან მეორე შეიგრძნობს საკუთარ დანაშაულს და აქ ხას უსვამს სამართლიანობა უნდა აღდგეს ანუ თუ კი ადამიანს სურს რომ ღვთის ღმერთი იხილოს და ღმერთთან იყოს ის უნდა იყოს ღვთის წინაშე მართალი მაგრამ თუ კი შენ რაც დაშავებული გავს იმას არ გამოისწრილი სამართლიანობა ვერ აღდგება ამიტომ ის ცდილობს რომ აღადგინოს სამართალი ამით რომ მე რაც დავაშავე იმას ავანაზღაურებ და ამის შემდგომ ის უკვე და აქვე ისიც არის იმაზეც არის საუბარი ბასილდიდან რომ ღმერთი ხედავს ადამიანის გულს რა თქმა უნდა მაცხოვარი არ მოუხმობდა ზაქეს რომ მასში არ დაენახა მზაობა მიმღებლობისა ისევე როგორც იგივე მათე მახარებელი რომელიც ერთ-ერთი სახარების ავტორია მათეც მეზვერე იყო და მათეს როდესაც მაცხოვარი მოუწოდებს მათე ტოვებს ყველაფერს და მას მიყვება და იქ ივანე ოქროპირი ამბობს რომ რა თქმა უნდა ეს იმიტომ ხდება რომ მაცხოვარი რატო ეძახის უამრავი მეზვერე იყო მაშინ მაგრამ მათეს მიემართება ეს თქვა იმიტომ რომ მათეს მზაობა განჭრიდა უფალმა მასში შესაბამისად ეს არის სწორედ სინერგია ანუ ნება ღვთისა და ნება კაცისა როდესაც ერთება და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება თანაზიარება ღმერთთან და ყველაზე ეს არის სწორედ ალბათ ის მომენტი მამა გიორგი რაზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენი ეთერის მეშვეობით ჩვენ გადაცემის მეშვეობით და ხშირად აღვინიშნავს რომ თუ ადამიანს თავად არ აქვს სურვილი რომ მიახლოს უფალს უფალი ძალით არ შეიჭრება მის ცხოვრებაში ასე ვთქვათ და თუ მზად არის ადამიანი რომ გულისკარი გაუღოს შესაბამისად მხოლოდ მაშინ მიახლება უფალს ადამიანი და შეიგრძნობს მის იდეას. რა თქმა უნდა ეს აბსოლუტურად ნებაყოფლობითია როგორც ზაქეს შემთხვევა ეს კარგად წარმოაჩინა ნებაყოფლობითია ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა ღმერთს თქვენ იცით რომ ყველა ადამიანის ცხონება სურს ყველა ადამიანის გადარჩენა სურს და ზოგადად იესო ქრისტემ თავისი განკაცებით გამოიხსნა კაცობრიობი ბუნება მაგრამ პიროვნების გამოხსნა თავად პიროვნებამ უნდა აღასრულოს საკუთარი ღვაწლით სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ ადამიანი ვერ გახდება ამ გადამჩენელი ქრისტეს მადლმოსილების თანამონაწილე იმიტომ რომ კიდევ აი კარგად ასაჩინოებს ამას მე ქორწინათა შესახებ იგავია რა, როდესაც ქორწილში ეპატიჟება ესე იგი სახლის პატრონი ადამიანებს და ადამიანები ნაწილი მიდის, იქ ნაწილი არ მიდის. ანუ ასევეა რომ იქ ქორწილში იგულისხმება სასუფეველი. როგორც აი ადამიანს ქორწილში პატიჟებენ, მაგრამ ის გადაწყვეტს იქ მივა თუ არა რა. ასევე ჩვენც ყველანი დაპატიჟებულნი ვართ სასუფეველში, მოწოდებულნი ვართ ამისთვის და გაღებული ეს კარიბჭე სასუფევლისა ღვთის განკაცების შედეგად, მაგრამ ჩვენ იქ შევალ თუ არა
ამას არავინ გვაიზულებს. ეს აბსოლუტურად ჩვენი გადასაწყვეტია და რაც უნდა ახსნას კიდევ ერთხელ ქმედებით. მარტო სიტყვით არა და აი ზაქეს ისტორია ეკლესია ამიტომაც განაჩინებს ზაქეს ისტორიას რომ ზაქემ ეს ქმედითად აღასრულა. აი იმ ქმედებებით რაც თქვით და მათ შორის სხვათა შორის აქვე ერთ-ერთ რაღაც მასას გამოყუთ წახნახსაც ის მოწყალებითაც ეუბნება მას ხوارს რომ მე მოწყალებასაც ანუ არა მარტო ოთხგზის მივაგებ იმას ვისაც რამე დაუშვა არამედ მოწყალებასაც გავცემ და ბოლოს როგორ მთავრდება ეს სახარე მაცხოვრი რას ამბობს დღეს იქმნა ცხოვრება ის სახლის სამი სხვათა შორის იცით თქვენ რომ სახლის კურთხევის დროს სწორედ ეს სახარება იკითხება იმიტომ რომ დღეს იქმნა ცხოვრება ის სახლის სამი ცხოვრება ძველ ქართულად სინონიმები იყო ცხოვრება ცხონება და სიცოცხლე სინონიმები გახლავთ შესაბამისად სახლის ცხონება ამაზეც სამახვილებენ ეგზეგეტები ყურადღებას რას ნიშნავს სახლის ცხონება სახლი აქ იგულისხმება ოჯახი რომელიც ამ სახლში ცხოვრობს და მე რა თქმა უნდა ის კედლები სადაც ეს ოჯახი მყოფობს და გადარჩა იმით რატომ რითი გადარჩა ერთია ზაქეს სურვილი რომ გადარჩეს ანუ ერთი ადამიანის სურვილი რომ გადარჩეს მაგრამ თუ რაც არ უნდა შენი სურვილი იყოს თუ ღმერთი არ მოვიდა შენთან შენ მაინც ვერ გადარჩები იოანე ქროპირი ამბობს რომ გადარჩა ეს სახლი იმიტომ რომ გადარჩენა არის იქ სადაც არის ქრისტე ქრისტე მივიდა და სწორედ იმიტომ გადარჩა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ აღნიშნავ ბზაობა შეიძლება ადამიანს კონდეს ღვთის მიღებისა და სწორედ ამ შემთხვევაში მოდის მასთან ღმერთი მაგრამ რაც არ უნდა მზად იყოს ადამიანი რაც არ უნდა გააკეთოს მან რაც არ უნდა მოიმოქმედოს თუ ღმერთი არ მოვიდა მასთან ეს გადარჩენა ეს ცხონება ვერ და არ აღესრულება ამიტომ ეს არის საბოლოო სიტყვას ღმერთი ამბობს მაინც ადამიანის ცხოვრებაში ზოგადად თქვენ ბრძანეთ რომ აი იწყება მოსამზადებელი კვირა საკეს კვირა წოდებული და ეს სახარება იკითხება და პირველი ასპექტი რასაც ხალხს გაუსვით რომ ალეგორიულად ეს ათის ხეზე უნდა ამაღლდე რომ ღმერთი დაინახო. მოგვიწოდებს თორე ეკლესია იმისკენ რომ ჩვენ სანამ მარხვას დავიწყებთ ღმერთი დავინახოთ. ღმერთი შევიცნოთ იმიტომ რომ აზრი კონდეს მარხვას. ხშირად არის რომ აი ამ ყოლაფრის გარეშე რომ ვიწყებთ მარხვას, გაუაზრებელი ხდება მარხვა და ჩვენ რაღაც გამოგონილი ღმერთი, ჩვენ რო ღმერთი გვაწყობს ეს ღმერთი გვინდა და არა ის ღმერთი რომელიც უნდა იყოს. არის თუ არა ესეთ ჩადებული რომ სწორედ ამ სახარებით და ამ მომენტით მოგვიწოდებს სამზადის წმინდა ეკლესია. სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი რაც აქ არის გახმოვანებული. კერძოდ რომ აი რაც ვისაუბრეთ რომ ღვთის დანახვა, ანუ ღვთის შეგრძნება, აი რა არის ღვთის დანახვა, ესეც თქვათ, ხო? აღნიშნეთ რომ ეს არ ნიშნავს აქ ფიზიკურ მატერიალურ ხედველობას, მას რას ნიშნავს? აი მაგალითად თქვენ გახსოვთ ფსალმში წერია ასე თქვები იხილეთ და შეიგზენით და იხილეთ რამე თუ ტკბილარს უფალი. ანუ ჯერ არის თანამედროვე ქართულად შეგრძნება და მერე ხილვა. თქვათ, მე ბასილ დიდი განმარტავს ფსალმონის აღნიშნულ ბულს და ამბობს რომ თქვათ მატერიალურ ყოფაში პირიქით არის ჩვენ რომ რაიმე შევიგრძნოთ, ჯერ უნდა ვიხილოთ ის, არა? მაგალითად რაღაც ნახატი რო შეაფასო, უნდა იხილო, რაღაცა რო დააგემონო, უნდა დააგემონო ჯერ და მერე უნდა შეაფასო. მაგრამ აქ პირიქით არის. შენ ჯერ უნდა განიწმიდო, საღვთო მადლი შეიგრძნო და შემდგომ იხილავ მას, იხილავ შეგრძნებითად. აი, ცხრაინტარავაში წერია ხო, ნეტარი იყვნენ რამე თუ მათ ღმერთი იხილონ, ანუ ნეტარი იყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. აი, სწორედ ღვთის ხილვის წინაპირობა არის განწმედა საკუთარი გონებისა და საკუთარი გონების განწმედა ვერაფრით ვერ მოხდება თუ არ მოხდა ის საფეხურები რაც ჩვენ უკვე აღნიშნეთ. ანუ თუ არ ამაღლდა კაცი ამ წესობიდან ეს სიმაღლეც რა თქმა უნდა სიმბოლური ხასიათისა გაახლავთ. ეს არაერთხელ არის მსგავსი პასაჟების სახარებაში მაგალითად მაცხოვრი რომელიც ფერისვალების მთაზე ნათელზე იღებს მაღლდება ელეონის ანუ იგივე ზეთისხილისთიდან იქაც სიმბოლურად მთა განიმარტება გეგზაგეთთაგან როგორც წუთისოფლისგან ამაღლებული ადგილი. ანუ ადამიანი მაღლდება რა გონებით გარდაქმნის საკუთარ გონებას შეიგრძნობს აი ესეც აქედან იწყება გამოსწორება შეიგრძნობს საკუთარ დანაშაულს აღიარებს მას და ქმედითად იწყებს მის გამოსწორებას აი როდესაც ამ ყველაფერს ადამიანი შემოიკრებს საკუთარ არსებაში უკვე ის იწყებს ღვთისკენსულობას და აი თქვენ რა ბრძანეთ მარხვის მოსადაბელი პერიოდის დაწყება სწორედ ამ სახარებისეული კითხვით არა ანუ ეს ფაქტობრივად ეს სახარება თუ შეიძლება ითქვას მთელი მარხვის ზოგადად ქრისტიანულ არსს მოიცავს ანუ ერთი მხრივ ადამიანი
ინდომებს ღვთისკენ სვლას, ან მოკლეს შინაარსი ეს არის ინდომებს ღვთისკენ სვლას ზაქეს სახით, ამისთვის ის ტოვებს ცოდვილ ცხოვრებას, ცდილობს ღვთის დანახვას, უსამართლობას სამართლიანობით ანაცვლებს, მოწყალებას გასცემს და ამ ყველაფრის შედეგად მასთან მოდის ქრისტე. და ქრისტე ამბობს რომ დღეს იქნა ცხოვრება ის სახლისა. ანუ ქრისტემ ამის მომდომ ადამიანს მიანიჭა გადარჩენა და ხსნა და მიანიჭებს ყველას. და მარხვა სწორედ ეს არის რომ ჩვენ განვიწმინდოთ და მივიახლოთ ქრისტეს. აღმდგარ ჩვენთვის, ჩვენი ცოდვებისთვის მომკვდარ და სიკვდილზე გამარჯვებულ ღმერთს. სულ წუთი გრჩება, მამა გიორგი, მოკლედ მინდა ჩვენ ამაზე ცხადია უკვე გვექნება საუბარი, მაგრამ რადგან იწყება სამზადისი მოსამზადებელი, რამდენად მნიშვნელოვანია რომ სწორედ აქედანვე დავიწყოთ, იმიტომ რომ შეიძლება გვემართება ხოლმე რომ აი როცა მარხვა დაიწყება უშუალოდ იქიდან ვიწყებ და თქოს ეს პერიოდი არ არის მნიშვნელოვანი, არა და ეკლესიაში არ შეიძლება შემთხვევით იყოს რამე. ეს არის ყველაფერი ჩვენთვის. განმამზადებელი პერიოდია, როგორც უკვე მოგახსენეთ და ეს კვირიაკი ამით იწყება და კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ რა თქმა უნდა მარხვის სწორი გააზრება, რაზეც თქვენ გააკეთეთ აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარხვა კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ ეს არის გარდაქმნა ადამიანისა, განწმედა ადამიანისა და საინტერესოა რატომ უძღვის ის დღესასწაულებს, ამ შემთხვევაში აღდგომის დღესასწაულებს, იმიტომ რომ დღესასწაული ეს არის სულიერი მადლმოსილება კაცისა, ადამიანმა უნდა შეიგრძნოს საღვთო მადლი, მით უმეტეს აღდგომისას, რომელიც ყველა დღესასწაულია, მაგრამ ამ საღვთო მადლს ვერ შეიგრძნობს ადამიანი, თუ კი არ განიცდის იმ განწმედას და ტკივილს თუნდაც, რაც უკავშირდება, თქვათ, მარხვას. მარხვას, ხოთაშორის ეს ტერმინი თვითონ არის ძველ ქართულ ნიშნავს დამარხვას, და ამ, ასე ვთქვათ, დამარხulis განცდას. აი ამასთვის გვამზადებს ჩვენ წმინდა ეკლესია, შემდგომ მოდის მარხვა და შემდგომ გვირგვინდება ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მამა გიორგი. შევახსენებთ ძმელს, სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე გვესაუბრებოდა. 9 საათია, ერთად აღვავნოთ უფლისადებელი ლოცა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმართან ერთად დაგვეულთეთ. რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთავ და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე,
მასმინო მეგალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეტირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთან. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დაბრუნდით გადაცემის სტუმართან ერთად შემოგვერთდა მედიცინის დოქტორი ქავტონი ვერიკო ბაზიარი და მასთან ერთად ვისაუბრებთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ორსულობა და ბავშვთა ასაკის ინფექციები. ასეთია ჩვენი სასაუბრო თემა. დილამშვიდობის ქავტონი ვერიკო, მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. ქავტონი ვერიკო, სადაც უშუალოდ ვისაუბრებთ ორსულობის პერიოდზე და ბავშვთა ინფექციებზე, მანამდე მოდით გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ორსულობისთვის შემზადება, რას უნდა მიაქციოს ქალბატონმა ყურადღება და რა საფეხურები უნდა გამბოს მანამდე, სანამ ორსულობა დადგება. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდზე და თემებზე. რაც შეეხება ორსულობის დადგომას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ თქვენს ტელევიზიაში საპატიო და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი. ამიტომ განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს ნამდვილად, მაგრამ თქვენ მოგახსენებათ, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე და სპონტანური ორსულობები რო შეეთდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომზადება უნდა დაიწყოს მშობლებმა, დედების. იმიტომ რომ არის მთელი რიგი ინფექციები, რომელიც პროფილაქტიკას დაბადებისთანავე იწყება ჩვენს ქვეყანაში, მადლობა ღმერთს ამისათვის. საერთოდ ძალიან რთული ინფექციები. ამიტომ თუ დედები
ჩაატარებენ ასაკობრივი კალენდრის მიხედვით ვაქცინაციას, ჩათვალეთ, რომ ქალბატონების უმრავლესობა ბევრი ინფექციისაგან დაცული იქნება უკვე ორსულობის პერიოდში. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ორსულობის პერიოდს და არსებობს სეზონური ინფექციები, მოგახსენებათ, სადაც მუდმივად იცვლება ესე იგი ვაქცინაცია, ვაქცინის მასალა, თქვენ იცით რომ გრიპის ყოველი ახალი, თქვათ, ვაქცინის შემადგენლობა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სწრაფად იცვლის გენომურ სტრუქტურას, ასეთ შემთხვევაში იცვლება ხოლმე ვაქცინის შემადგენლობაც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან კომპეტენტური ეროვნული ინსტიტუტები მუშაობენ ამ გრიპთან დაკავშირებით, თითქმის ყველა კონტინენტზე ცალ-ცალკე, ძალიან სკრუპულოზური მეთვალყურეობა მიდის და ნამდვილად ბოლო 50 წელზე მეტია გაამართლა გრიპის ვაქცინაცია. აი ეს შეიძლება რომ ნამდვილად თქვა და თანაც გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ რაღაც გაუშინაურდით ეთქვარად გრიპს, გვეშინია თქვათ კოვიდის, მაგრამ შეგვაშინა ასე ვთქვათ პანდემია, მაგრამ გვავიწყდება რომ ყოველწლიურად ჩვენ რო ის ინფორმაცია მიგვიყო, რასაც ჩვენ კოვიდზე ვიღებდით წლის განმავლობაში, ამას რო ჩვენ გრიპთან დაკავშირებით ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს უფრო ინფოდემია იყო მაშინ ვიდრე პანდემია, იმიტომ რომ ინფორმაცია იყო ძალიან ბევრი და შიშმა აიტანა სრულიად მსოფლიო. პრინციპში შედეგებიც დაიდო, რომ სიკვდილობის შემთხვევებიც ბევრი იყო, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებიან რამდენი ხდება გრიპისაგან. რაც არ უნდა არ ვიცოდეთ სტატისტიკა და პროფესიონალები არ ვიყოთ, თქვათ, ახლა მე არ ვარ ინფექციონისტი, მაგრამ მუდმივად თვალყურს ვადევნებ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ აი თუ ჩვენ მოვიხედავთ თქვენ თქვათ ახლოეს გარემოშიც კი თქვენ ნახავთ რომ გრიპს ახასიათებს ძალიან მძიმე მიმდინარეობა. განსხვავებით კოვიდისგან, რომელსაც თქვენ ხედავთ რომ რაღაც გარკვეული პერიოდი ქონდა, თქვა და ნელ-ნელა იწყებს განვითარებას და ჩვენ გვეშინოდა ხოლმე, თქვა მე-7 დღიდან, თქვა რაღაც იმუნური შტორმის, ესე არ ხდება გრიპის დროს. გრიპი შეიძლება მეორე მე-3 დღეს ელვისებური სისწრაფით განვითარდეს და სამწუხაროდ თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ მას არ აქვს განსხვავება. თუ თქვა ყველა ინფექცია და დაავადება გვეშინია მოხუცებში, გვეშინია ბავშვებში, ორსულებში განსაკუთრებულად, იმიტომ რომ იქ იმუნოსუპრესიის პერიოდი ისევაც ახლავს ამ პერიოდებს. მიუხედავად ამისა, ესე იგი გრიპს უცნაურობა ის ახასიათებს, რომ ხშირად ელვისებური ფორმები ყოველთვის ახალგაზრდებში ხდება და სიკვდილობა 17-დან 35 წლის პერიოდში ფიქსირდება ხოლმე. ამიტომ რომ აუცილებელია მე ყველამ ხა მიცნობს და სამედიცინო საზოგადოებაში ბევრი მიცნობს, არ ვარ ვაქცინების დიდი მეხუთმე და ბევრი კითხვის ნიშნები მიჩნდება ხოლმე, თქვენ მოგახსენებათ რომ ამასაც გაგიპროტესტებენ ახლა. ახლა გამიპროტესტებენ და არა თქვენ ხა მე ყველამ იცის ეს ამბავი, დიდი საჩვენებელი ადამიანი ვიყავი, როცა ვამბობდი რომ არ ვენდობოდი კოვიდის ვაქცინებს, იმიტომ რომ ბევრი კითხვის ნიშანი მიჩნდებოდა და ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვცემდნენ ყველაზე კვალიფიციური მეცნიერებიც კი, იმიტომ რომ ბოლომდე ამ კითხვის პასუხს როცა არ მაქვს, მე სხვას ვერ ურჩევ. რადგან მე თავს ვიკავებ, სხვას არ ურჩევ. გრიპზე მე ყოველთვის ვიცრები. იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად აი მე პირადად მე ყველა ეტაპზე ჩემი ცხოვრების, ეხლა ამ ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მქონდა ხოლმე ყოველთვის ძალიან მძიმედ გავდიოდი. ელამს ვამდე ხოლმე გვირაბში გავდივარ, იმ პერიოდში გრიპი უმძიმესად მიდის, ამიტომ მე ყოველთვის ხარასაკურველი ხარისხს ვკითხულობ და ჩვენ ქვეყანას მადლობა ხომ შემოაქვს ნორმალური ხარისხის ვაქცინები ბოლო წლების განმავლობაში და აი ამ ვაქცინაციას მე ყველას ვურჩევ, იმიტომ რომ ნამდვილად გრიპის ვაქცინაცია კიდევ ვიმეორებ 50 წელი როცა გამოცდილება აქვს და იცი რა მეთოდოლოგიით და როგორ მზადდება ვაქცინა, თქვენ მოგახსენებათ რომ ჯენერამდე ადამიანები პანტამუტით კლებოდნენ სხვადასხვა ინფექციის დაავადებებით, ამიტომ არის ვაქცინა, რომელსაც უნდა ენდო, არის ვაქცინა, რომელთანაც უნდა ქონდეს კითხვის ნიშნები. თქვათ ასე ვთქვათ, მისი ჯანმრთელობა არ გართულდება ამ ყველაფერს და თავისთავად ნაყოფის დაცული იქნება რიგი გართულებები. ამაშია საქმე სწორედ, რომ ესე იგი, აი ხა ორსულობა განსაკუთრებით რატო თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ, როგორ უნდა მოემზადოს, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ორსულობის პირველი 8 და 12 კვირა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მიდის ორგანოგენეზი. რასაკურველია ქალმა უნდა იფიქროს, რომ აი ამ პერიოდში არ უნდა სასურველია, რომ აი ამ პერიოდისთვის ის იყოს უკვე მომზადებული ვაქცინით. ამიტომ თუ აპირებს ორსულობას და გეგმაში აქვს, ან არ აპირებს, მაგრამ მოდის თქვა აი მithumetas მოგახსენებათ, რომ გრიპ სეზონურობა ახასიათებს, ხო? როგორც კი ჩდება ქვეყანაში ვაქცინა, უნდა გაიკეთონ ეს ვაქცინა და აიცრან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ განსაკუთრებული სხვა რიგი ვირუსები არსებობს, ხო? კი, აი ხა მე გვინდოდა მეთქვა, რომ თუ აცრელი ხარ გრიპზე ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ავიცერი, მაგრამ მაინც შეხვდა ვირუსი. ახლა გრიპი მარტო ხო არ არის ერთი ვირუსი, არის ადენოვირუსები, სხვადასხვა ტიპის ვირუსებია უამრავი, რომელიც თან ახლავს ხოლმე აი ამ პერიოდს. თქვენ იცით პნევმოკოკური ვირუსებიც ატარებს, ადენოსინციტური ვირუსები არსებობს, რომლებიც იმ პერიოდში ბევრი ტრიალებს და ბევრნაირი. მაგრამ ნუ რადგან გრიპზე გეუბნებიან, სასურველია, რომ აცრილ ადამიანში
გრიპი კი შეიძლება საერთოდ არ გამოიხატოს კლინიკურად. მეც პირადად ვძნობ ხოლმე რომ იწყება და არ იწყება, იმიტომ რომ ორგანიზმს აქვს თავისი ანტისხეულები და ბოჭავს. აი ეს შეგრძნება გაქვს ხოლმე. თქვენ იცით რომ თქვა დაწყების მომენტშიც კი უცებ თუ შეიძლება ჩაერიო C ვიტამინი თქვა მიიღო ბევრი სითხე ან ნეიტრალი არის საშუალება რომ თუ ვირუსის კონცენტრაცია სისხლში ბევრი არ არის კლინიკურად შეიძლება არც გამოვლინდეს ხოლმე და ამისი მრავალი საშუალება არსებობს. მაგრამ ეხლა რაზე მინდა გამამახვილო ყურადღება რომ აუცილებელია რომ ვაქცინაციასთან ახლდეს ქცევის შეცვლაც. არ შეიძლება რომ ადამიანი კონდეს ვირუსი, კონდეს მაღალი ტემპერატურა და შენ საზოგადოებაში მიდიოდე და დადგეგნებოდ ეკლესიაში წირვის დროს. არ შეიძლება რომ ადამიანი ან თუ მაინც და მაინც გინდა რომ მიხვიდე და თქვა შენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ნიღბით უნდა იყო და ცოტა დისტანციურად, იმიტომ რომ რა დააშება სხვა ადამიანებმა. შენ და იფიქრე ყოველთვის რომ მოქალაქეობრივი რასაკვირველი პასუხისგებლობა და გამომდინარე იქ რომ ჩვენ შეიძლება ხვდებით რომ ჩვენს გვერდით განსაკუთრებით ახლა როდესაც მე მიწას ხოლმე მგზავრობა ვიტყვინავით ეს ძალიან შემაწუხებელია ჩემთვის რომ იმ 250 ხან საბას კაცში ერთი ადამიანი აუცილებლად ახველებს ან აცემინებს და იმ დახურულ სივრცეში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ჩემს გარშემოც ბევრს ვუყურებ რომ ინფიცირდებიან. თუმცა ახლა შეიძლება არ წახვიდეს საგამოსადგმო თვითონ ექრანის გადადება ძალიან რთულია ხოლმე. მაგრამ არსებობს ნიღაბი მე ყოფილა ხოლმე შემთხვევები რომ თემფალთუბნაში მე მიკეთია მარტო ეს გამორჩეულად მაგრამ ჯობია რომ ის დისკომფორტი ნიღბი ცოტა ხანი შეიქმნა მაგრამ დაცული იყო ინფექციისგან. ერთ საათს გეკითხავთ ეს ცხადია ადრე უფრო აქტუალური იყო აი ნიღბის ტარებისაც არასწორი გაგვისაა ხოლმე რა ქვია პრაქტიკა იმიტომ რომ ნიღბი უნდა ვატარო თუ ჩვენ გვაქვს ვირუსი ან ვაქცინებთ დავიცვათ სხვა და არ იმიტომ რომ მე დავიცვა და გვიკეთია უბრალოდ ხო ეს უცებ რომ რაღაც არიკეთებს ნიღბს ვინც და ამაში საქმე თუ შენ ატყობ ძალიან დიდ საზოგადოებაში მიდიხარ დაწოვნებული არ ახარო იქ შეიძლება ვიღაცა არ იყოს ვირუსიანი და მაშინ ჯობია შენ გაიკეთო და ცოტა დისტანციურადაც იყო იმიტომ თქვათ და მოხდა ისე რომ გარკვეული ვირუსი შეეყარა ურსულს აი შემდგომ როგორ უნდა მოხდეს გააჩნია ვირუსი გააჩნია ჩვენ ახლა ფორმატი ამ საშუალებას არ გვაძლევს მე ხა გრიპზე გავჩერდი იმიტომ რომ სეზონური პერიოდია და ამიტომ განსაკუთრებით გამამახვილე ყურადღება მაგრამ აქვე მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ვირუსი ორსულობის დროს. ახლა თქვენ გესმენიათ რომ წითურა ეს არის ვირუსი, რომელიც თუ დაემართა სწორედ აი ორგანოგენეზს და პირველი 12 ივლის განმავლობაში პირდაპირ გეუბნებიან რომ ძალიან ბევრი განვითარების ანომალიები შეიძლება ჩამოყალიბდეს, ანუ ბავშვება დაიბადოს უამრავი განვითარების მანკებით. რაც ზოგი შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყოს, ზოგი შეიძლება ღრმა ინვალიდობასთან იყოს დაკავშირებული, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე მიკროცეფალია და თქვა შემდეგ უკვე გონებრივი ღრმა ჩამორჩენა, 1000 სხვა პრობლემა შეიძლება მოყოს აი ამ წითურას ვირუსს. ამიტომაა რომ წითურა ყბაყურას ვირუსი როცა კალენდარულად ეკუთვნის ბავშვს, ზოგი იწყებს ხოლმე გადავადებას, რომ აი მოდი ორი თვის კი რა ცოტა მომაგრდება ხანდახან ექიმებიც აკეთებენ აი ამ არასრულ რჩევებს მინდა გითხრათ, რადგან არსებობს კალენდარში რომ უნდა დაიწყო თქვა რაღაცა მაშინვე უნდა გაკეთდეს რომ დაიბადება, რაღაცა ორი თვის ასაკში უნდა დაიბადეს, რაღაცა წლის და შემდეგ 5 წლის ასაკში ეს ვაქცინაცია არის აუცილებელი. ამაზე ლაპარაკი არ არის რომ თუ არის კალენდარულ და თუ ქვეყანას მადლობა ღმერთს აქვს ამის საშუალება აი ეს უმნიშვნელოვანესი ინფექციების გაქრობა საერთოდ ველიდან არის დამოკიდებული სწორ ქცევაზე. ანუ ადამიანი თუ დროულად ასაკობრივად ვაქცინირებულია, ძალიან ბევრი, ძალიან მძიმე გართულებებისაგანაა დაცული. ეხლა რაც შეეხება წითურას, როგორც უკვე მოგახსენეთ, იშვიათად ხდება ხოლმე, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს საქართველოში წითურა ყბაყურაზე იცრებიან. აი რაც შეეხება და გითხრათ რომ წითურაზე ვკითხავთ რომ განვითარების ანომალიებს იწვევს მიუხედავად იმისა რომ თვითონ წითურა როგორც ინფექცია აბსოლუტურად უსიმპტომოდ შეიძლება განვითარდეს. შეიძლება მხოლოდ ერთ საღამოს იყოს გამონაყარი და ვერც კი გაიგოს ქალბატონმა რომ მან გადაიტანა. მაგრამ თუ მან თუნდაც ფარულად გადაიტანა, რასაკვირველია ბავშვისათვის ეს არის დამაზიანებელი. ეხლა მეორე გახლავთ წითელა, რომელიც ასე არ ავნებს, ასე ვთქვათ, ამ 12 კვირის განმავლობაშიც კი რომ დაემართოს, არ იწვევს ესეთ მძიმე ტერატოგენულ ზემოქმედებას, ასე ქვია, როდესაც ზიანდება ესე იგი ბავშვის, ვთქვათ, ჯანმრთელობა, მაგრამ თვითონ მიმდინარეობა აქვს ძალიან მძიმე. აი თვითონ როგორც ინფექცია არის ძალიან ტოქსიური, ამიტომ სახიფათოა ზუსტად აი იმის გამო რომ შეიძლება საერთოდ ისე დააზიანოს ქალბატონი, რომ ძალიან შეარყიოს მისი ჯანმრთელობა იმ მიმდინარეობის პერიოდშიც. ეხლა წელს მაგალითად რამაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჩვენს ქვეყანაში, ეს გახლავთ ჩუტყვავილა. ეს გახლავთ ესე იგი
ცნობილია ესე იგი ეს ინფექციური პათოლოგია იმით რომ თუ გადაიტანა ბავშვების ასაკში და შედარებით იოლად გადააქვთ ის მყარ იმუნიტეტს საყალიბებს და ასეთ დროს ჩვენ სამწუხაროდ გამომდინარე იქიდან რომ ეს არის მეტად ძვირადღირებული ვაქცინა საქართველოში რატომღაც იმის გამოც რომ გავრცელებული იყო ალბათ რა ვიცი და თუ ექიმებიც ალბათ ეთანხმებიან ამას რომ ბავშვი იოლად გადააქვს და მყარი იმუნიტეტი ყალიბდება თუ არ გადაიტანა ვინმე და შემდეგ გვიან შეხვდა ჩუტყაველა მას ახასიათებს უმძიმესი მიმდინარეობა და განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში, იმიტომ რომ იმუნოდეფიციტი ამ პერიოდში შემცირებულია იმუნიტეტი, იმუნოსუპრესიას აქვს ადგილი და ასეთ დროს მიმდინარეობს ძალიან მძიმე წელს ჩვენ გვქონდა ძალიან რთული შემთხვევები ერთი ლეტალურად დამთავრდა და მინდა გითხრათ რომ რამდენიმემ გაიარა სიკვდილ სიცოცხლის მიჯნაზე იმდენად რომ აი ხა მე ალბათ გამოვიყენებ თქვენ ეთერს და გადავუხდი მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოს ძალიან დიდ მადლობას იმიტომ რომ მათთან მოხდა საჩხერიდან ახალგაზრდა ქალბატონი 21 წლის რომელსაც სამი შვილი სახლში ელოდებოდა და იმ მეოთხე ორსულობა გახდათ რომელიც ურთაჩებადობით და შეწყვეტით დამთავრდა ორსულობის და თითქმის 2 თვე იბრძოდა მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოს გუნდი რამდენიმე საავადმყოფო მესამე დონის პერინატალურმა უარი თქვა პაციენტის მიღებაზე, იმიტომ რომ იმდენად მძიმე იყო უკვე ჩათვალეთ რომ ესე იგი თვითონ სიკვდილ სიცოცხლის მიჯნაზე მიიღეს პაციენტი და მადლობა ღმერთს რომ მიიღეს და შემდეგ მათ ეხმარებოდა ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ინფექციონისტების, რეანიმატოლოგების დაუშორველად აი ამ ახალგაზრდა გოგონა თანაცეთი პატარა შვილების დედა სახლში ბავშვები ელოდებოდნენ და მადლობა ღმერთს 2 თვენახევრის ბრძოლის შემდეგ რომელიც კატასტროფულად დიდი თანხები დაჯდა და ბოლომდე მე მგონი ვერც ავანასყაურეთ აი ამ ადამიანს ასე სიცოცხლე შეუნარჩუნდა და გაიარა ბავშვმა მოუტანა ბაღიდან ეს ინფექცია დედას გარდატანელი არ ჰქონდა და აი ეს ერთი უმძიმესი შემთხვევა და დაახლოებით 8-მდე შემთხვევა იყო სულ ყველა რთულად მიმდინარეობდა და ერთი როგორც უკვე მოგახსენეთ ლეტალური გამოსავლით დამთავრდა ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თუ სახელმწიფომ შევა ვერ შეძლო მაგრამ თუ ორსულობას გეგმავს ქალბატონი და ჩვენ ვხედავთ რომ ესე იგი ამ პერიოდში ძალიან იჩინა თავი ამ ჩუთყაველად ჯობია რომ ეს ვაქცინაციაც მას ჩატარებული ქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ორსულობის პერიოდში ერთადერთი ვაქცინა რომელიც 28 კვირის ვადაზე ჩვენ ვეუბნებით რომ ჩაიტაროს ეს გახლავთ ტეტანუსი ხა თქვენი მოგახსენებათ ეს არის დაავადება თუ კლინიკურად გამოვლინდა 100%-ით თავდება სასიკვდილო გამოსავლით ანუ ლეტალური გამოსავლით ეს იმას ნიშნავს რომ ასეთ შემთხვევაში რადგან ჩვენ გვაქვს საშუალება და ორსულს 28 კვირაზე შეიძლება შევთავაზოთ უნდა გაიგეთოს ეს ვაქცინაცია აუცილებლად იმიტომ რომ არსებობს ესე იგი 32% აი ამ ტეტანუსის თანდაყოლილი ტეტანუსის პერიოდში გარდაცვალებისა. ეხლა რაც შეეხება ჩუტყაველას კიდევ ერთხელ მივუბრუნდები, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ხალმა თუ აცრილი არ არის და ვთქვათ ვერც მოახერხება აცრა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მთელი ორსულობის განმავლობაში და განსაკუთრებით როდესაც ახლოვდება მშობიარობა. თუ მოხდა ინფიცირება დაახლოებით მშობიარობამდე 2 კვირის ვადაში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ახალშობილს გამოუვლინდეს, ესე იგი კლინიკურად უკვე დაიბადოს ასეთი მანიფესტირებული ვთქვათ დაავადებით, მაგრამ ბავშვის მკურნალობის შემთხვევაში გამოსავალი არის საიმედო. მაგრამ თუ დედა იმ მშობიარობის პერიოდში 2-3 დღის მიდამოებში ინფიცირებულია ჩუტყავილით და ბავშვი დაიბადა და შემდეგ განუვითარდა მას ამ ახალშობილების პირობის პერიოდში ძალიან მაღალი პროცენტია სიკვდილობის. ამიტომაა რომ დედამ როგორც თავის საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე ბავშვის ჯანმრთელობაზე რომ იზრუნოს, აუცილებელია რომ აი ეს ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ინფექციის მოგონით ყველაფერზე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი კიდევ დამტებით ერთი ინფექცია, რომელიც ამავდროულად მინდა გითხრათ რომ ძალიან ხშირად მესმის რომ უკვე მოზარდებშიც კი გვხვდება, ეს არის ყივანახველა. ყივანახველა გახლავთ ესე იგი უფრო ჩვილბავშვობის პერიოდში, თუმცა კი ჩვენ გვაქვს ვაქცინაცია და ეს არის დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ეს არის 3 ტრიადა, რომელსაც ასევე ვცრით და ეს არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე და ხანგრძლივად ინფექცია, ამიტომ აი ამ ინფექციის განაც უნდა იყოს აუცილებლად დაცული. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, რჩევებისთვის, ქალბატონო ვერიკო, თქვენ კი შეგახსენეთ რომ სტუდიის სტუმარი გახდათ მედიცინის დოქტორი ქალბატონი ვერიკო ბაზიარი. გრძელდება ჩვენი გადაცემა დღეს თამარობა, როგორც ვიცი და ჩვენი სიუჟეტი სწორედ წინა კეთილმსახურ მეფე თამარს ეხება, კერძოდ რა მასალებს ინახავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის შესახებ, ისტორიულ წიგნებს, დოკუმენტებსა და წერილობით წყაროებს ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი გაეცნო და ნახოთ სიუჟეტი, რომელიც მან მოგვიბზადა. ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში უამრავ საინტერესო და ძვირფას დოკუმენტებთან ერთად ინახება მასალა თამარ მეფეზე. ეს არის ფასდაუნდებელი მასალა ქართული ისტორიისთვის.
ეს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის დროინდელი ხელნაწერი წიგნი, ვერცხლით მოჭედილი და ძვირფასი თვლით შემკული ანჩის 4 თავი ტაოკლარჯული სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. სახარება მე-12-მე-13 საუკუნეებითაა დათარიღებული და საქართველოს ეროვნული არქივის საცავში ინახება. 1204-1207 წლების ანჩის სახარების ყდას, რომელიც ამჟამად დაკარგულია, ოდესღაც ბექა ოპიზრის ჭედურობა ამშვენებდა. მე-16 საუკუნეში სახარებისთვის ახალი ტყავის ყდა გაუკეთებიათ. მასში 4 მინიატურა იყო ჩართული, რომელთაგანაც დღეს მხოლოდ ერთია შემორჩენილი. საერო პირებთან ერთად ანჩის 4 თავში მოხსენიებულნი არიან სასულიერო პირები: ანჩელი ეპისკოპოსები, თეოდორე ანჩელი და იოანე რკინაელი. ანჩის სახარება მე-12 საუკუნის, რომელიც თავის დროზე მოჭედილი იყო ბექა ოპიზარის მიერ. ეს გახლავთ 4 თავი სახარება, მაგრამ მის ანდერს მინაწერებში მოხსენიებული არიან ბევრი ისტორიული პირები, მას შორის ლაშა გიორგი, დავით სოსლანი და ასე შემდეგ. მაგრამ დროთა განმავლობაში ყდა დაკარგულა და მე-16 საუკუნეში ხელნაწერი შეამკო ენუქმა ვერცხლით მოჭედა და მწვანე დიდი თვალი აქვს, რომელმაც დღევანდლამდე მოაღწია. 4 თავებს ახლავს ძალიან ლამაზი კამარები, თავსამკაულები, ფერადად შესრულებული. წმინდა მეფის შესახებ დაცულ მასალებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებულად გამორჩეულია 1095-16 წლების შიომღვიმის მონასტრისადმი ყმების შეწირულების სიგელი. სიგელზე ვხვდებით თამარ მეფის ხელრთვას. მინაწერით მტკიცე ყოს ღმერთმა შეუცვალებლად. დედანი დაკარგულია. პალეოგრაფიული პირი კი 1911 წელს ისტორიკოსმა სარგის კაკაბაძემ გადმოიღო. აი ეს გახლავთ თამარ მეფის ხელრთვა. მტკიცე ყოს შეუცვალებლად, ესე იგი ვერავინ ვეღარ შეცვლიდა მის დამტკიცებულს და მის შეწირულებას. აი ეს გახლავთ მულაში გადაღებული კალკიდან, შესრულებული კალკიდან. კალკა კი ეს გახლავთ პალეოგრაფიული პირი ამ ისტორიული საბუთის, რომელიც სარგის კაკაბაძემ გადაიღო 1911 წელს, სანამ გავიდოდა ჩვენი საბუთები ჩრდილო კავკასიაში პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით. და ეს ფასდაუდებელი შრომა დასტო ამით გადაწერილი პირები ჩვენთვის ყველა დედნის ტოლფასია. არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში მრავალ ისტორიულ დოკუმენტთან ერთად ვხვდებით მე-19 საუკუნეში დავით თუმანიშვილის მიერ გადაწერილ წმინდა მეფეების, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის გამოსახულებებს. ასევე ინახება თხზულება თამარიანის მე-19 საუკუნეში გადაწერილი ვერსია და წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია ლოცვები და თამარ მეფის შესახებ სხვადასხვა თქმულება თუ ლექსი. იყო ასეთი კალიგრაფი მე-19 საუკუნეში დავით თუმანიშვილი და მან გადაწერა ვახუშტის ისტორია და გეოგრაფია, რომელშიც აღმოჩნდა არაჩვეულებრივი უნიკალური სახეები თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის და ვახტანგ გორგასლის. და აი მისი თვითონ მხატვარიც იყო, მაგრამ ეხლა ეს ვერ გეტყვით, მე თავისი დახატულია თუ ვინმე ყავდა მოწვეული, დავით თუმანიშვილის ხელია და მასში არის 3 პორტრეტი ჩვენი გამოჩენილი მეფეების, უძველესი მეფეების, თამარ მეფის პორტრეტი, დავით აღმაშენებლის და ვახტანგ გორგასლის. გარდა ამისა, მე-19 საუკუნის ხელნაწერებში გადაწერილი სხვადასხვა პირების მიერ შემორჩენილია იგავარაკები და ლეგენდები თამარ მეფეზე და ეპიტაფია მისი საფლავის. ეს არის კრებული, გადაწერილი ერთ-ერთი მღვდლის მიერ, რომელშიც ერთ-ერთ ამბად არის მოყოლილი თამარ მეფის გამარჯვება ხალიფაზე, ლექსად თქმული. თამარ მეფემ რომ ხალიფაზე გაიმარჯვა, ღვთისმშობლის დროშა და მანაკი მიართო. ჩახრუხაჩის თამარიანია გადაწერილი. ესეც მე-19 საუკუნეში გადამწერი ცნობილი არ არის. მასალებს შორისაა ასევე 1097 წლით დათარიღებული თამარ მეფის მიერ შეწირულების წიგნი. დოკუმენტის დედანი დაკარგულია. არქივში მისი პალეოგრაფიული პირი ინახება. შემორჩენილია 2 მისი საბუთი. ერთი არის
შეწირულების წიგნი სოფელ ჭორვილასი გელათის მონასტრისადმი, სადაც ცხოვრობდა 12 მწირი ბერი, რომლებიც იყვნენ უსახსროდ, სახსარი არ გააჩნდათ და თამარ მეფემ შეწირა გელათს და მისი შემოსავლის ნაწილი უბოძა ამ 12 ბერს. შესრულებულია ეტრატზე, არასრული სახით არის შემორჩენილი. გაკლია ბოლო კეფი, რომელზეც სავარაუდოდ იყო თამარ მეფის ხელთვა. 4 თავები, ხელნაწერები, დოკუმენტები, უძველესი წიგნები, ისტორიული საბუთები, ანდერძ მინაწერები, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვა. ეროვნული არქივის საცავებში დაცული ის უნიკალური მასალები, რომლებმაც ძნელბედობის მრავალი წელი გამოიარა და დღემდე მოაღწია, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი მემატიანეა. მადლობა ნინოს, კიდევ ერთხელ გელოცავთ თამარობას, მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. გემშვიდობებით ორშაბათამდე კეთილი სურვილებით, ნახვამდის.